პრობლემა არ არის უბრალოდ ერთი კონკრეტული ტელევიზიის პრობლემა. ეს პირდაპირ ჩვენ მედია პლურალიზმი ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დათმობილი ეს არის მიმართული აქცია ყველა შემდგომ მთავრობებზეც კი, რომელსაც ქართველი ხალხი აუცილებლად დაუშვებს ძალიან მალე თავის სათაყვანებელ ყუთისთან. ჩვენ გვჭირდება თავისუფალი მედია, რუსთავი 2-ზე ზეწოლა, ეს არის ზეწოლა თითეული ჩვენგარის აზრზე, რადგანაც იმ ქვეყანაში, სადაც იზღუდება სიტყვის თავისუფლება, იზღუდება უარი ეთქმება მომავალს თითეული ჩვენგარისას. ზოგადად მედია პლურალიზმი არის ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელი დემოკრატიის ქვეყანაში. რამდენად დემოკრატიულ ქვეყანას ვაშენებთ, იმაზეა დამოკიდებული ჩვენი ევროპული მომავალიც, ჩვენი ნატოში ინტეგრაცია და ასე შემდეგ. ანუ ეს პირდაპირ პროპორციულია ჩვენი ეკონომიკური წინსვლის, ჩვენი უსაფრთხოების შესაბამისად რუსთავი 2-ის პრობლემა არ არის პრობლემა ერთი კონკრეტული ტელევიზიის. ეს არის პრობლემა, რომელიც პირდაპირ ურტყამს ჩვენი შვილების მომავალს, ამიტომ ქალები არ ვაპირებთ გაჩერებას და არ ვაპირებთ დავთმოთ ჩვენი შვილების მომავალი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვერდში დავდგეთ რუსთავი 2-ს. ეს აქცია არის გამაფრთხილებელი აქცია. ყველა თვითმმართველ ქალაქში ტარდება ერთდროულად და ეს იმედი მაქვს იქნება საწინდარი იმისა, რომ ხვალინდელი პროცესი დასრულდება ისე, როგორც ქართულ ხალხს უნდა. რა თქმა უნდა, პოლიტიკურია ბიძინა ივანიშვილს რუსთავი 2-ის დახურვა აი უნდა, იმიტომ რომ ქართულმა ხალხმა არ გაიგოს მართალი ხმა, უნდა იმის გამო, რომ არავინ შეახსენოს 2012 წელს უხვად გაცემული დაპირებები, უნდა იმის გამო, რომ დაუმალოს ქართულ ხალხის ეკონომიკური სტაგნაცია და ლარის გაუფასურება, კორუფცია, კრიმინალი, ნეპოტიზმი, რომელიც დღეს საქართველოში არის და რა თქმა უნდა, რუსთავი 2-ის ბიძინა ივანიშვილს უნდა იმისათვის, რომ ყველა ის უბედურება, რომელიც მან საქართველოში მოიუტანა დაუმალოს ქართულ ხალხს. მაგრამ მე მინდა მას უთხრა, რომ რაც არ უნდა კოლბის სასახლეში იჯდეს ის რუსთავი 2-მა მანამდეც მოინელა ყინისკაცი და ის აუცილებლად მოინელებს ბიძინა ივანიშვილს და ის აუცილებლად გადაყვება რუსთავი 2-ის წინააღმდეგ დაწყებულ პროცესს. ეს არის პოლიტიკური პროცესები, გვიზღუდავენ სიტყვის თავისუფლება, იზღუდება რუსთავი 2-თან ხელშეხებით, ცდილობენ უნარო, ბინძური ხელებით რუსთავი 2-ის ხელში ჩაგდებას, მაგრამ პირობას ვაძლევთ ხელისუფლებას, ძვირად დაუჯდებათ რუსთავი 2-სა და სიტყვის წინააღმდეგ გალაშქრება. თალსახა არის, რომ ის რაც ხდება რუსთავი 2-ზე, ეს არ არის ქიბარ-ხალვაშის და კერძო კომპანიების ბრძოლა და დავა. ეს არის ბრძოლა თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ და ამას ყველაფერს აკეთებს ბიძინა ივანიშვილი, იმიტომ რომ ის რაც გააკეთა ხელისუფლებამ, რასაც აკეთებს და ისაც ვერ შეასრულა, ყველაზე კარგად, ყველაზე მკვეთრად აშუქებს რუსთავი 2 და ამიტომაც არის ყველაფერი რაც ხდება რუსთავი 2-ზე და მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ადამიანები, რომლებსაც ხმა მისცეს თავის დროზე კოალიცია ქართულ ოცნებას, დაუდგებიან რუსთავი 2-ს, რადგანაც ამით იზღუდება არა მარტო სიტყვის თავისუფლება, არამედ ქვეყნის დემოკრატიული პრინციპები დგება კითხვის ნიშნის ქვეშ. ეს არის გამაფრთხილებელი აქცია, რომელიც საქართველოს 18 ქალაქში ტარდება და რომელიც წინა რეპეტიცია ხვალინდელი დღის. ხვალ იმ დღის, რომელმაც რუსთავი 2 სიტყვის განაჩენი უნდა გამოუტანოს. მაგრამ მე მგონი თვადასეც არ არის. ხალხი ვერ მოითმენს ამას, უბრალოდ იმის წართმევას, რაც მისია და რუსთავი 2 ხალხის ტელევიზია, მე ამას ვიტყვი.